გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებმა კარგად ვიცით წმინდა მამებისგან რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლო დროის მამების კითხვას, მათი სწავლების გაცნობას, როგორც წმინდა მამების, ასევე ავტორიტეტული მამების, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს უახლოეს დროში, თუნდაც მე-20 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში, დღესაც 21 საუკუნეში. და მათი სწავლება, მათი სულისკვეთება, რომელიც გამშვალულია სუფთა მართლმადიდებლობით, სიყვარულით ეკლესიის მიმართ, სუფთა სახარებისეული სწავლებით, რომლებმაც თავისი ცხოვრების წესით გადმოიტანეს მემკვიდრეობით და დღემდე მოაქვთ უცვლელად ეს სწავლება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა მათი სულისკვეთების, მათი სწავლების, მათი დამოკიდებულების გაზიარება ჩვენს დროში. დღეს ჩვენ გსურს ვისაუბროთ ერთ-ერთი გამოჩენილი მამის შესახებ, რომელიც მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში, ის გახლავთ მღვდელმთავარი ამბერგი ტაუშევი. მღვდელმთავარი ამბერგი ტაუშევი დაიბადა მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთში, კაზანში 1906 წელს და სულ მალე ახალგაზრდობაში მას უკვე უწევს გადასვლა ბულგარეთში, რადგანაც სამოქალაქო ომის გამო მშობლებმა გადაწყვიტეს იქ გადასვლა. დაახლოებით ამ პერიოდში, უკვე 1925 წელს მღვდელმთავარი ამბერგი გაიცნობს თავის მომავალ მოძღვარს, ეს გახლავთ მღვდელმთავარი თეოფანე პოლტაველი, რომელიც გახდა სულიერი შვილი წმინდა თეოფანე დაყუდებულისა, რომელიც გარდაიცვალა მე-19 საუკუნის ბოლოს და თავად თეოფანე პოლტაველი თუ ეხსიერება ამღალატოს გარდაიცვალა სწორედ 40-იან წლებში. მღვდელმთავარ ამბერგისთვის სწორედ მასთან შეხვედრა იყო გადამწყვეტი მისი შეხედულებების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით მკაცრი, სულიერი და მკაცრად მართლმადიდებლური შეხედულებების ჩამოყალიბებაში, რითაც მართლაც გამოირჩეოდა მისი მოძღვარი იმ დროისთვის თეოფანე პოლტაველი. სხვათა შორის თეოფანე პოლტაველის ცხოვრება და მისი მოღვაწეობა როგორც ანტიმოდერნიზმის მოდერნისტის ასევე შესასწავლი თემაა, მან ბევრი რამე დატოვა, ბევრი შრომები დატოვა ამ კუთხით და მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი პარიზული სკოლის ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, რისხვა გახდათ სწორედ თეოფანე პოლტაველი. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ მღვდელმთავარ ამბერგი ტაუშევს, ის 50-იან წლებში უკვე გადადის ამერიკაში, მოღვაწეობს რუსულ საზღვარგარეთულ ეკლესიაში, აქ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ეს ადამიანები მაშინ ეს იყო განხეთქილება, რასკოლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმ პერიოდში რუსული საზღვარგარეთულ ეკლესიას იხსენიებდა ევქარისტიული კავშირი ჰქონდა როგორც იერუსალიმის საპატრიარქოსთან, ასევე ანტიოქიის საპატრიარქოსთან და ის მჭიდრო კავშირში იყო ასევე ზოგადად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. და ამის დასტური გახლავთ თუნდაც ის წიგნების გავრცელების რაოდენობა, რომელიც რუსული საზღვარგარეთული ეკლესიის წიაღიდან მოდიოდა რუსეთში და მთლიანად ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ზოგადად სამართლმადიდებლურ წრეში. მარტო ერთი სახელი რომ ვახსენოთ, მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის ნაშრომები, წიგნები და მოღვაწეობა, რამდენად ვრცელდებოდა იმ პერიოდში მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, უკვე დასტურია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამათი სკოლის სწავლება სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ჩვენ ნახეთ რამოდენიმე წერილი, სადაც მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი საუბრობს მღვდელმთავარ ამბერგი ტაუშევის შესახებ და რა შეფასებას აძლევს ის მის მოღვაწეობას. მთავარეპისკოპოსი ამბერგი მე-20 საუკუნის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უკანასკნელი სულიერი საყრდენი იყო. არა მხოლოდ რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და არა მარტო რუსული მართლმადიდებლობისთვის ზოგადად, არამედ მე-20 საუკუნის მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის საყრდენი გახდათ. უმაღლესი შეფასება სერაფიმ როუზისგან, რომელიც ჩვენ ყველა ვიცით, რამდენად სერიოზულ ავტორიტეტს წარმოადგენს მართლმადიდებლობაში, თუმცა არა მოდერნისტებისთვის, ესაც უნდა აღვნიშნოთ. ასევე ის ამბობს მონაზონი სერაფიმ როუზი, ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ მის მხურვალე და თამამ სიტყვებს, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, რომ ის შესაძლოა ერთადერთი
იერარქია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომელიც ასეთი გამუდმებითა და ურყეობით იცავს მართლმადიდებლობას. შეხედეთ, შესაძლოა ერთადერთიც კი იყო იმ პერიოდში. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში თავად მღვდელმთავარი ამბერგი ტაუშევი, როგორც რუსეთის მემკვიდრე, რუსეთის მოქალაქე, რომელიც წამოვიდა საზღვარგარეთულ ეკლესიაში, ებრძოდა კომუნისტურ იდეოლოგიას, ჩვენ ეს კარგად ვიცით, რამდენადაც შეეძლო მას იბრძოდა ამის წინააღმდეგ, მაგრამ იყო რა ევროპაში და შემდეგ ამერიკაში, ის უკვე სხვა პრობლემებს ამჩნევს ეკლესიაში, რომელიც გამოიხატება ლიბერალიზმში და განსაკუთრებით მოდერნიზმის სახით. ამიტომ მის ნაშრომებში და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხშირად ვხედავთ სწორედ მოდერნიზმის შეფასებას და ის კარგად განმარტავს მოდერნიზმის საფრთხეებს, მოდერნიზმის გამოვლინებებს და ჩვენ როდესაც ვამბობთ, როგორ უნდა შევიცნოთ ეს მოდერნიზმი, როგორ შეიძლება მის სწორი შეფასება და ასე შემდეგ, სწორედ ასეთი ადამიანები, როგორც გახდათ მღვდელმთავარი ამბერგი ტაუშევი, გვეხმარებიან ჩვენ და ჩვენ რამოდენიმე ციტატასაც მოვიყვანთ ამ მიმართულებით. ერთი სიტყვით ის ძალიან სულიერი მოძღვარი იყო, უაღრესად სულიერი ადამიანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ მემკვიდრეობა ჰქონდა წმინდანობისგან, წმინდა თეოფანი დაყუდებული, შემდეგ თეოფანი პოლტაველი, მას ეკუთვნის წმინდა წერილის განმარტება, ორტომეული, ძალიან საინტერესო აქვს სიტყვა და ქადაგებები მის ნაშრომებისგან, ასევე საინტერესოა მისი წერილები და შემდეგ კიდევ ასევე მნიშვნელოვანია მღვდელმთავარ თეოფანი პოლტაველის ცხოვრების აღწერილობა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. ერთი სიტყვით უამრავი ნაშრომები აქვს. ამერიკაში ის გახდათ წმინდა სამების აკადემიაში ლიტურგიკის და ახალი აღთქმის ძველი წმინდა წერილის მასწავლებელი და გამოირჩეოდა უდიდესი ძალისხმევით, უდიდესი მონდომებით მართლმადიდებლური სიტყვის გავრცელების და სწორედ ამ პერიოდში გაიცნობს მას მღვდელმონაწონი სერაფიმ როუზი, იქ სხვა მამები, ის არის თაობა, ასევე უნდა აღინიშნოს წმინდა იოანე მაქსიმოვიჩის, რომელიც ასევე საზღვარგარეთის ამერიკის ეკლესიაში მოღვაწეობდა უკვე ცოტა მოგვიანებით. ერთი სიტყვით ამ მემკვიდრეობის პატრონი იყო იგი. ახლა რა სიტყვები გამოარჩევდა განსაკუთრებით ამბერგი ტაუშევს? მას გამოარჩევდა დროის შეფასება, დროის სრული შეფასება. ის ხშირად ამბობდა, რომ იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი დღეს მზად იყო სიკვდილამდე უერთგულო ქრისტეს მაცხოვარს დღევანდელ დროში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს იყო პირველი საუკუნეების ქრისტიანებისთვის. ის კარგად ააცნობიერებდა, რამდენად ზაკურლად შემოვიდა საცდურები იმ პერიოდში, განსაკუთრებით ამერიკაზე იყო საუბარი და ამას აჟღერებდა ყველა თავის ქადაგებებში. ის ხშირად იყენებდა ასევე წმინდა თეოფანი დაყუდებული სიტყვას, რომელიც ამბობდა მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა მოედო მთელ მსოფლიოს, ის თვალნათლივ გახდა მისაწვდომი ყველა ადამიანებისთვის, თუმცა, როგორც წმინდა თეოფანი დაყუდებული ამბობდა, ეს მხოლოდ გარე არსია, შინაგანად კი, შიგნიდან კი სრული განდგომილებაა. და სწორედ ამ განდგომილების შესახებ იწყებს საუბარს მღვდელმთავარი ამბერგი ტაუშევი. ის ცდილობს დაინახოს ეს პრობლემა, რომელიც იმ ეპოქაში იყო, სხვათა შორის იგივე მსგავსი პრობლემები, რომელიც მე-20 საუკუნეში იყო ამერიკაში მართლმადიდებლებისთვის, ჩვენ უკვე ცოტა მოგვიანებით ჩვენთანაც ვხედავთ და მე ვიტყოდი, რომ გარკვეულ ელემენტებს იგივე საფრთხეებისა და იგივე საცდურებისა ჩვენ ვხედავთ დღევანდელ დროში, დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ მართლმადიდებლურ სამყაროში მთლიანად. ამიტომაც მისი ნაშრომები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს. და კიდევ ერთხელ გამომიმარებ, ოღონდ არა მოდერნისტული წრეებისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ასეთი მამების დაკნინებას, მისი ასევე სერაფიმ როუზის და ყველა იმ მამების, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. ის ამბობდა, ახლა აღსარებულების დროა. მტკიცედ დგომის საჭიროების შემთხვევაში სიკვდილამდეც კი, საკუთარი მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის, რომელიც ყველგან ღია და ფარულად იდევნება. შეუწყებებისა და ჩაგვრის მსხვერპლია მომავალი ანტიქრისტეს მსახურთა მხრიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, არ დავემორჩილოთ დროის სულისკვეთებას და ეკლესიის ჩვენი ცხოვრების ცენტრად ვაქციოთ. ანუ ის ამბობდა,
ამას, რომ ეკლესია უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ცენტრი, დავინახეთ დროება, სწორად შევაფასოთ იგი და ვიყოთ მტკიცენი სარწმუნოებაში. ზოგადად აღსარებლობის საკითხი მის ნაშრომებში საკმაოდ ხშირია და რისთვისაც განსაკუთრებით არ უყვარდა იმ დროიდან მოდერნისტებს უდელთავარი. შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ უკვე გადავდივართ მოდერნიზმის თემაზე. მოდერნიზმის შეფასება საკმაოდ მე ვიტყოდი, რომ მე-20 საუკუნეში შეიძლება ითქვას, რომ მართლაც მასზე უკეთესად ვერავინ ვერ შეაფასა მოდერნიზმი, ასევე ეკუმენიზმიც, მაგრამ მოდერნიზმი განსაკუთრებით ის ხშირად ამბობდა, რომ დღეს მოდერნისტები ყველგან თანამედროვე მართლმადიდებლურ ადგილობრივ ეკლესიებში იტაცებენ მმართველობის სადავეებს. ცდილობენ ყველგან ლიდერის როლი შეასრულონ და ხშირად წარმატებასაც აღწევენ, რადგან ოსტატურად და ეშმაკურად წარმოაჩენენ თავს მართლმადიდებლობის მოშურნეებად. ჩვენ რაზეც არაერთგზის გვისაუბრია, რა არის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება მოდერნიზმის, სწორედ ეს არის. ისინი თამაშობენ მოშურნე მართლმადიდებლობას. შემდეგ ის ამბობს, მოდერნიზმი ნამდვილი სულიერი შხამია, რომელიც წამლავს და კლავს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და თანდათანობით კლავს ქრისტიანულ სულს. ასევე უზუსტესი შეფასებაა. ის ამბობს ასევე, მოდერნიზმი ჩვენს დროში ეშმაკის მთავარი იარაღი გახდა. წარმოგიდგენიათ, ანუ მთავარი იარაღად ეშმაკის ხელში წარმოსახავს გვიჩვენებს მოდერნიზმს. რწმენის განადგურებისთვის, რწმენის სრული აღმოფხრისა და ურწმუნოების დანერგვისთვის. თუ პირდაპირ გვდევნიდენო ადრეულ ქრისტიანებს, მაგას საკმაოდ იოლად უკლავდებოდა ქრისტიანები, მაგრამ დღესო მოდერნიზმიო ასუსტებს მორწმუნე ადამიანის სულს. როგორც ჩილი ალპობს მას, ის ძირს უთხრის ჭეშმარიტ რწმენას ქრისტიანებს, რომლებიც მას ემორჩილებიან. მოდერნისტები ვერ ხედავენ ქრისტეს სწავლებაში და ეკლესიის წმინდა გარდამოცემაში დამყარებულ ამ სწავლებაზე ვერაფერ მყარს, ურყევს. ისინი მუდმივად შერბილებას ეძებენ. ესეც კიდევ დამახასიათებელი თვისება მოდერნისტების. ჩვენ ხედავთ, რომ არაფერ მყარი მაგათ არ აინტერესებს. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ეკლესიის სწავლება უყევია, ის უცვლელია და უცვლელად უნდა იყოს შენარჩუნებული, არა, მოდერნისტებს ეს არ აწყობთ. ამიტომ მღვდელმთავარი ამხელს მათ, ამხელს ამ ორგულობას, ამხელს მათ თამაშს სარწმუნოებაში. ასევე ის ამბობს, რადგან შეისწავლა როგორც ათეიზმი, ისე მოდერნიზმი, ლიბერალიზმი, ის ამბობს, მოდერნიზმი ათეიზმზე უარესია და მავნეა. რადგან ათეიზმი ღიად აცხადებს, რომ არ ცნობს ღმერთის არსებობას, სულიერ სამყაროს და მომავალ ცხოვრებას, ხოლო მოდერნიზმი რწმენის პირდაპირ უარყოფის გარეშე წარმოშობს ისეთ რღვევას, იმგვარი დამახინჯებას, რასაც წმინდა ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდა მორწმუნეებს. ადამიანები ყოველგვარი დევნის გარეშე თავად კარგავენ რწმენას და ხდებიან სულიერი ნიჰილისტები, არსებითად ურწმუნონი. აი უზუსტესი შეფასება მოდერნიზმის. რა ხდება ადამიანის სულში, როდესაც ისინი მოდერნისტები ხდებიან? აი ეს ხდება სული ნიჰილიზმი და ურწმუნოება. დიახ, როდესაც საუბრობთ და ველაპარაკებით მოდერნიზმს და უსმენთ მათ ნაშრომებს, პირდაპირ თითქოს მტკიცებულება ეს ადამიანი ახლა უყურებ და ეს დიაგნოზია, ურწმუნოა, მორწმუნე ადამიანი მსგავს რაღაცას არ იტყოდა. მოდერნიზმის სარწმუნოებრივი დოგმები სრულიად არის უარყოფილი, თუმცა ისინი თავისუფლად და თვითნებურად არის განმარტებული. აი ისევ კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება მოდერნიზმის. ხოლო ეკლესიის კანონები უარყოფილია, როგორც მოძველებული. აი ჩვენ ხშირად გვესმის ეს მოდერნიზმისგან. ეს მაშინ იყო, წინა საუკუნეები იყო, იქ კართაგენი იყო, ის აფრიკაში იყო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოძველ და თანამედროვე გამოწვევები სხვა არის, შესაბამისად მიდგომა უნდა იყოს სხვა, სწავლება უნდა იყოს სხვა, ეს გვესმის ჩვენ მოდერნიზმისგან. თუმცა ზოგჯერ არა პირდაპირ, არამედ ირიბად, რათა არ დაფიქსირდეს მათი ცდომილებები, მათი პირდაპირი სიცრუე. ხოთაშორის სიცრუის შესახებ ის ხშირად ამბობდა, სიცრუის სული შემოიჭრა საზოგადოებაში და ადამიანს სიცრუის გარეშე ცხოვრებაც კი არ შეუძლია და განსაკუთრებით გულისხმობდა სწორედ ეკლესიურ ადამიანებს, მოდერნისტებს, რომლებიც ატყუებდნენ სწორედ ასეთი ფარული თავისი დამოკიდებული, არასწორი და პირდაპირ ვიტყოდით დამანგრეველი დამოკიდებულებით. გარდა მოდერნიზმისა, ჩვენ იქ სხვადასხვა გამოვლინებებს ხედავთ. ჩვენ ხედავთ ასევე სიყვარულისადმი სწორ დამოკიდებულებას.
მღვდელმთავარის მხრიდან და ის გვასწავლის მოდერნისტები ხო ამბობდნენ რომ ხო მთავარია მხოლოდ სიყვარული და ჭეშმარიტება აქ უგულებელ ყოფილია და ნახეთ რას წერს თვითონ მღვდელმთავარი საჭიროა მყარად ვიცოდეთ და გვესმოდეს რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ სიყვარულის რელიგიაა როგორც ეს ამბობენ მიჩნეული ეს ბჭყალებში ჩაწერილი არამედ უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტების რელიგიაა თანაც სრულიად დაუშვებელია სიყვარულს მსხვერპლად შევწიროთ ჭეშმარიტება გესმით რადგან ასეთი სიყვარული ბჭყალებში უკვე აღარ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული არამედ მხოლოდ თვალთმაგწობა ის ასევე ამხელდა ეგრეთ წოდებულ ვარდისფერ ქრისტიანობას ჩვენ ამავდროულად გზის გვისაუბრია ვარდისფერი ქრისტიანობის შესახებ ესეც ტერმინი რომელიც ასევე იყო შემოსული მე-19 საუკუნეში და დამკვიდრდა მე-20 საუკუნეში მართლმადიდებლურ წყერში ვარდისფერი ქრისტიანობა ის ამბობს მღვდელმთავარი თანამედროვეობის ყველაზე სახიფათო მოვლენაა რომელიც ძირს უთხრის ჭეშმარიტ ქრისტიანობას მოვლენა არანაკლებად საშიში ვიდრე ყველა დროის ერესები, რადგან მისი სიცრუე ხშირად ოსტატურად არის შენიღბული. ძნელად გამოსაჭერი და მისი დამღუპელობა არა ყველასათვის გასაგები და თვალნათელი. ამავე დროს, როგორც აამებს იგი ადამიანის დაზიანებულ გულს, უნერგავს რა გადარჩენის სიიოლეს ყოველგვარი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ანუ არსი ვარდისფერი ქრისტიანობისა, ეს არის ღვაწლის და მოღვაწეობის ქრისტიანული შრომის გარეშე რაღაცის მიღწევა. ასევე აქ მოდერნიზმის მხილება, რადგანაც სწორედ მოდერნისტები ამარტივებენ, აიოლებენ. იოლი ქრისტიანობა ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, განგვიხილია ეს თემები და გამოგვიყენებია. მათ შორის მღვდელმთავრის ეს ციტატები სწორედ ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს ამ თანამედროვეობის სულს, მოდერნიზმის სულს. ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდა სიცრუის სული და მასში მყარად დამკვიდრდა. აი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. სიცრუის სული, რომელიც მყარად არის დამკვიდრებული ადამიანში. შემდეგ ასევე ხვდებით ჩვენ საინტერესო ციტატებს, რომელიც გამამხნევებელია ქრისტიანებისთვის, ასევე ერთგვარად ბრძოლისკენაც და აღსარებულისკენაც მოუწოდებს თანამედროვე ქრისტიანებს. არაფრით არ უნდა დაუშვათ სულ ცოტაოდენი ცვლილებაც კი ქრისტიანულ სწავლებაში. არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეთ. დროში არსებული ცდომილებების გამო. დაუშვებელია წმინდა სახარების მთავარი მოთხოვნების შერბილება, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობა აგრე რიგად დაცემულია და დაუძლურებულ ნებას არ სურს მას დაემორჩილოს. დაუშვებელია ახალი ქრისტიანობის ქადაგება. გაწყალებული და უხერხებლო ქრისტიანობის. ამიტომ მოძღვრის ვალია კი არ დააკნინოს ღვთაებრივი სწავლების ამაღლებული მოთხოვნილებანი ცხოვრებასთან მისადაგებით. არამედ პირიქით, სამწყოს ცხოვრება უნდა აამაღლოს იმ სიმაღლემდე, რომელზეც უნდა იდგეს იგი ღვთის სიტყვისა და ეკლესიის სწავლების მიმართ. და ბოლოს მინდა ასევე ესეთი კაფიო ცნობილი სიტყვებით დავასრულოთ მისი შეფასება და ფიქრობ რომ მისი მოღვაწეობის და ნაშრომების გაცნობა აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის. ის ამბობს რომ ჩვენს დროში, როდესაც ესოდენ ძლიერია ეჭვი ჭეშმარიტების არსებობის შესახებ, როდესაც ყოველი ჭეშმარიტება ნორმალურად მიიჩნევა, აქ ჭეშმარიტება ბჭყალებშია, სხვადასხვა ჭეშმარიტებაზე საუბარი, როდესაც ყოველი ადამიანის საკუთარი ჭეშმარიტება გააჩნია ბჭყალებში, ჩვენ ხედავთ დღეს რამდენად დამკვიდრდა ეს აზრი, რომ აი მე ესე მწავს, მე ესე მჯერა, ჩემთვის ეს არის ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ხოლო ვინც გულგრილია ამ ბრძოლასადმი, ვინც მასში მხოლოდ ფარისევლობის ბჭყალებში გამოვლინებას ხედავს და ეს რატომ ამბობს ამას ფარისევლობის გამოვლინებას, იმიტომ რომ მას ებრძოდნენ როგორც მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ებრძოდნენ. ეს ბრძოლა მართლმადიდებლობისთვის იყო ფარისევლობად შეფასებული სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, მათ შორის უპირველესად მოდერნისტების მხრიდან. გამოვლინებას ხედავს და სანაცვლოდ გვთავაზობს თავი დავიმდაბლოთ
ხალებში სიცრუის წინაშე ცხადია ჭეშმარიტების მოღალატებად უნდა მივიჩნიოთ, ვინც არ უნდა იყოს ის და რადაც არ უნდა მოქონდეს თავი. ანუ ხედავთ როგორ აფასებს. ეს ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მართლმადიდებლურ სწავლებას, არ ემორჩილებიან, ის სიცრუის ქადაგებლებად არის მიჩნეული და რადაც არ უნდა მოქონდეს თავი, ვინც გინდა იყოს ეს. ამრიგად ჩვენ რო შევაფასოთ საბოლოოდ უამრავია ეს ციტატა საკმაოდ საინტერესო, რომელიც გამოხატავს იმ დროებას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომელიც აქტუალურია ჩვენი დღევანდელი ქრისტიანების განსაკუთრებით ვიტყოდი ახალგაზრდებისთვისაც. ეს სწორი სულისკვეთების, სრული მართლმადიდებლური სულისკვეთების დანახვა, ამის მასწავლებელი ერთ-ერთი გამოჩენილი მე-20 საუკუნეში, რომელიც ყავდა, გახლავთ თავარი ამბერგი ტაუშევი, რომელმაც გაზარდა უამრავი ადამიანი, სულიერი შვილები და რომლის ერთ-ერთი მოწაფეც შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას, იყო მონაზონი სერაფიმ როუზი, მის საძმოსთან ერთად მონასტერში და დღემდე ჩვენ უამრავი ადამიანებს ხვდებით თავის ნაშრომებით, გაცრი მართლმადიდებლური შეხედულებებით, სწორი შეხედულებებით, რომლებიც სწორედ ამ სწორი მართლმადიდებლური სკოლას წარმოადგენს და ღმერთმა გაგვაძლიეროს ჩვენს ეკლესიის წიაღში, რომელიც არის სწორედ დამცველი სწავლებისა და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც უცვლელად, ურყევად ცდილობენ შეინარჩუნონ ეს სწავლება ჩვენს ეკლესიაში. მათი ლოცვა შეგვეციოს ჩვენ და ვარავდეს თითოეულ ჩვენთაგანს.